გამოშვებას ქართველი სპორტსმენების მორიგი წარმატებით ვიწყებთ. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა. ჩვენი გუნდი პრესტიჟულ ტურნირზე ZDZ მეორედ იასპარეზებს საქართველოს დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთი 29-26 დაამარცხა. ნაკრებს ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ. ანუკი ჩხიკვაძე გვიერთება პირდაპირ ეთერში უფრო მეტი ინფორმაციით ანუკი გისმენთ. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს მთავრობის გადაწყვეტილებით ღირსეული გამარჯვებისთვის ფულადი ჯილდო 1 მილიონი ლარი გადაეცემათ. დღევანდელ ისტორიულ თამაშს ტრადიციულად ერთგულ მაყურებელთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად გულშემატკივრებდნენ. ქართულ სპორტსმენებს ღირსეული გამარჯვება და უკვე ZDZ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქვეყნის პირველმა პირებმა პირადად მიულოცეს. მინდა ამ სასაულის შემოქმედებს თითოეულ ხელბურთელს მადლობა გადაუხადო ასეთი გმირული თამაშისთვის. ულოცავ სრულიად საქართველოს დამსახურებულ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელბურთელები არაერთ სასაულს კიდევ შემოგთავაზებენ ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენი ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ამ გამარჯვებისთვის 1 მილიონი ლარი დაჯილდოვდებიან. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს გამარჯვებას აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ულოცავენ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები უკვე ZDZ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე იმთამაშებს. დღევანდელი მატჩის დეტალურ ინფორმაციას კი გამოშვების ბოლოს დიმა ობოლაძე გაგვაცნობს. დიდი მადლობა და სანამ დიმა ობოლაძე გაგვაცნობს, ეს ანუკი ჩხიკვაძე იყო.